რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია ეროვნულ ვალუტაში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დაწყებული რამდენიმე დღის წინ სტრატეგიული თანამშრომლობა, საერთაშორისო ექსპანსია. ეს მარტო ბოლო რამდენიმე დღის მონაგარია 2025 წელს TGT ჰოლდინგის ჩემი აზრით წარმატებული წლის ჩახურვისთვის. თუმცა წინ გაცილებით ამბიციური გეგმებია და აი ამ ყველაფერს ერთად შევაჯამებთ ახლა, მათ შორის ვისაუბრებთ მასშტაბურ პროექტებზე და შეფასებებზე. აი ამ უპრეცედენტო განთავსებებისა. საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიისა 2025 წელს. ყველაფერი დანარჩენისთვის TGT-ს მთავარ ფინანსურ ოფიცერთან, ნიკოლოზ ხიდურელთან ვაგრძელებთ საუბარს. დილმშვიდობისა. სალამი გიორგი. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მინდა უფრო მეტად ჩავშალოთ ის, რაზეც მიმართებები გააკეთეს წინა რესპონდენტებმა, მათ შორის ოთარ შარიქაძემაც. აქ მართლა ახალი ტიპის სრულიად ახალი ტიპის ემისიაზე არის საუბარი. რითი იყო თქვენთვის ის გამორჩეული და რეალურად ხო, მინდა ვიცოდე მათ შორის ინვესტორების შესახებაც, იმიტომ რომ ADB ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ვიცი რომ სხვაც არის ამ ყველაფერში. სხვაზე ჯერ ოფიციალურად დასახელება არ შეგვიძლია, სანამ არ დაიხურება მათი ნაწილი გარიგების, თუმცა ყავს მეორე სტრატეგიული ინვესტორიც, რომელიც იანვარში გამჟღავნდება. შესაბამისად, როგორც ოთარმა თქვა, ეს არის პირველი ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული მდგრადობასთან დაკავშირებული ბონდი, ასევე პირველი ამორტიზირებადი ბონდი. ჩვენი ძირითადი მიზანი აქ ამორტიზირების ნაწილში იყო, რომ თავიდან აგვერიდებინა ეს ერთჯერადი დიდი დაფარვების აუცილებლობა და ჩვენი კაპიტალის სტრუქტურა მოგვერგო საერთაშორისო სტანდარტებზე და გაგვეძლიერებინა ჩვენი ლიკვიდურობის მართვის თემები. რაც მნიშვნელოვანია და პირველ რიგში ვისაც მართლა მადლობა მინდა მოუხადო ADB-ს, რომელიც ამ პროცესში თავიდანვე იყო ჩართული, მან ამ გრადობის ფრეიმვორკში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ცალსახად. ჩვენ მათთან 2 წლის წინ პირველი მწვანე ბონდიც ჰქონდა გამოშვებული 20 მილიონიანი და მოკლედ ეს ახლა შემდეგი ნაბიჯი იყო ამ გზაზე. ამ ბონდის განთავსებით ჩვენ ძირითადი მიზანი რაც გვაქვს არის რომ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ლიზინგის და ფლიტ მენეჯმენტის ეგრეთ წოდებული მიმართულებების განვითარების. ჩვენ ამ მოზიდული სახსრებით დავაფინანსებთ განსაკუთრებით კომერციული, მაგრამ არა მარტო კომერციული ტექნიკის ფლიტებს, რომლებსაც მომავალი წლის განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ფოკუსი გვექნება. ფაქტიურად სრულად რეინვესტირებაა. კი ბატონო. არა, ახალი ფულიც არის მან საკუთრივია. მატერიალური ნაწილი. გულისხმობ, რომელიც თქვენს პროექტებში იდება და კი ბატონო და ძირითადი პროექტები, რაზეც ვიგეგმებით რომ ამ ფულს ჩავდებთ, არის მოკლედ ჩვენი ახალდაწყებული ლიზინგის მიმართულების განვითარება და ლიზინგის ბაზაზე დასავლეთ ევროპაში აქტიურად განვითარებული მიმართულების ეგრეთ წოდებული ფლიტ მენეჯმენტის განვითარება საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ მომავალი მაგ მიმართულებისა. კარგი, არ მინდა გამოგჩეს EBRD-ის თემა, რომელიც ჩემი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანია, გათვალისწინებით გეზის მნიშვნელობისა რეალურად, რომელიც სრულიად დამსახურებულად ჩემი აზრით იქცა რეგიონის ერთგვარ ჰაბად, საიმისოდ, რომ სწორედ ის სატრანსპორტო საშუალებებმა მიიღოს ყველა სერვისი, არა მხოლოდ ერთი ფარნიჭის პრინციპით, არამედ ამის ველათაც გადიან TGT-ს წარმომადგენლები და ისე ეხმარებიან თავიანთ კლიენტებს და პარტნიორებს. რეალურად რა იყო ამასთან დაკავშირებით გარიგების ნაწილი და რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება, ნიკოლოზ? კი ბატონო, მოკლედ ევროპის განვითარების ბანკთან გავაფორმეთ გრძელვადიანი სასესხო ხელშეკრულება 25 მილიონ ევროზე. მათი მხარდაჭერით ჩვენ ვარ ვითარებთ ჩვენს გეზის პროექტს, რომელიც უნიკალური პროექტი არის აღმოსავლეთ ევროპაში, ასეთი კლასის სერვის ცენტრი განსაკუთრებით ძიმე ტექნიკისთვის არ არსებობს რეალურად და ჩვენი პარტნიორი მანის მიერ A+ კლასის მინიჭება მოხდა მისთვის იმ პირობებში, რომ ადრე აზე მაღალი არ ქონდა. ჩვენი გადასახედიდან ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და ჩვენი აზრით ქვეყნის განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი, middle corridor-ის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის
აქ ადგილზე ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ საავტომობილო ნაკადების მნიშვნელოვან ზრდას და გეზი ამის შესაძლებლობას მოგცემს მოკლედ ჩვენს მომხმარებლებს და ასევე სატრანზიტო ნაკადს სრულფასოვნად მომემსახუროთ უნიკალური საშუალებებით, რაც არა მარტო ჩვენ რეგიონში, არამედ კიდევ ერთხელ მეორე აღმოსავლეთ ევროპაში არსად არ არის. თქვენ ახსენეთ 260 მილიონი ლარის ემისიისას ფლიტის განვითარება, ლიზინგის თემა. მე ვიცი, თეგეტა ჰოლდინგში რამდენად პრიორიტეტულია აკადემიის მიმართულებაც, იმიტომ რომ ის რაც ადამიანებს უკავშირდება, ის რაც პროფესიულ ბაზისს უკავშირდება, თქვენი საზრუნი მრავალი წლის წინ გახდა. დღეს მოაქვს მას შედეგები, მე ეს ძალიან მახარებს. და რაც ყველაზე მეტად მახარებს ნიკოლოზ არის ის, რომ თეგეტა აკადემიის მოდელს წლების განმავლობაში მიბაძეს სხვა ქართულმა კომპანიებმა და ეს კარგია, იმიტომ რომ ის რაც გამოუვიდა თეგეტას, არსებობს შანსი, რომ გამოგივიდეთ თქვენს და ის დანაკლისი, რაც პროფესიულ კადრებთან დაკავშირებით მუდმივად არსებობს საქართველოში, თქვენ შეიფსოთ. თუმცა აქ არის საუბარი მათ შორის ახალი სასწავლო მოდულები, რომელიც მუშავდება, ეს ახალი სასწავლო მოდულები მუშავდება როგორც სატვირთო, ასევე კომერციული ავტომობილებით დაინტერესებული პირებისთვის. რას ნიშნავს აი ამ ტიპის გადაწყვეტები საავტომობილო ინდუსტრიისთვის მთლიანობაში, ნიკოლოზ? ამ კუთხით მინდა მადლობა მოუხადო ევროპის განვითარების ბანკს, მათ შორის და DEG-ს მხარდაჭერისთვის აკადემიის, რომლებთანაც ამ გარიგებების ფარგლებში დამატებით მოხდა საგრანტო დაფინანსების მოზიდვა, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ კიდევ უფრო განმავითაროთ აკადემია. აკადემია ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი იყო ყოველთვის, განსაკუთრებით ბოლო წლებში და განსაკუთრებით ფლიტის მიმართულებით განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის პროფესიული კადრების გაზრდა, რომელზეც როგორც თქვენ იცით, საკმაოდ დიდი დეფიციტია ბაზარზე. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ჩვენი ტოპ მენეჯმენტის, მათ შორის და მიდლ მენეჯმენტის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი აკადემიის კურსდამთავრებულია. როგორც იცით, თეგეტას ძალიან დიდი ისტორია აქვს თავისივე კადრების, მოდი ასე ვთქვათ, განვითარების და აკადემია ამ კუთხით ჩვენ ძალიან გვეხმარება და ესე ვიტყოდი, რომ ჩვენი ამ ბოლო 30 წლის წარმატების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემოქმედი იყო. და ამიტომ ყველას ვურჩევ შესაბამისად ანალოგიური მიმართულებით განვითარებას. არ შეიძლება არ ვისარგებლობ თქვენი ყოფნით სტუდიაში და იმ ფინანსურ შედეგებზე, რაზეც შეგვიძლია უკვე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ აუხსნათ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ 31 დეკემბრამდე შეიძლება ხელზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი, მაგრამ ფინანსური შედეგების დაჯამებას ცოტა დრო დაჭირდება. რბილად რომ თქვა ცოტა შესაბამისად რა შეიძლება ის რაზეც შეგვიძლია ბატონ ნიკოლოზ უკვე ვთქვათ და ვისაუბროთ 2025-თან დაკავშირებით ჰოლდინგის შრილში. მოკლედ როგორც თქვით, საბოლოო შედეგებამდე ჯერ ადრეა, უფრო ალბათ მარტისკენ, ესე ვიტყოდი. თუმცა 20-25 წლის განმავლობაში თეგეტას დივერსიფიცირებულმა ბიზნეს მოდელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერება, ესე ვიტყოდი, იმ კუთხით, რომ იყო მიმართულებები, სადაც არ იყო ისეთი შედეგები, როგორიც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ჯამში სხვა მიმართულებების ხარჯზე საბოლოო შედეგი იყო რეკორდულიებით და ანუ ჩვენ ამ წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 17%-ით გაგვეზრდება სავარაუდოდ, მოდი ასე ვთქვათ, შემდეგ 3 დღეში. EBITDA-ზე საუბარი. დიახ, EBITDA. ეს იმის მიუხედავად, რომ რაღაცა მიმართულებებში იყო გამოწვევები, როგორც მთელ ეკონომიკაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თეგეტას ეს დივერსიფიცირებული მოდელი, სადაც რეალურად ჩვენ თითქმის ყველგან ვართ, სადაც ავტოინდუსტრია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ერთი ბიზნესის წარმატების ხარჯზე სხვა ბიზნესის ჩამორჩევა დავაკომპენსიროთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საბოლოო ჯამში როგორც მომგებიანობის კუთხით რეკორდული წელი გვექნება, ასევე რეკორდული წელი გვაქვს დიდი პროექტებისში ინვესტირების და გაშვების კუთხით, ხო? გაშვების, ამ წლის განმავლობაში სადღაც 100 მილიონის ლარზე მეტის ინვესტირება მოხდა დამატებით ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ამ გეზის მიმართულებით. მომავალ წელსაც ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, განსაკუთრებით უკვე საერთაშორისო განვითარების კუთხით.
და მოკლედ ჩვენ ძალიან წარმატებულ 20-25 ველოდებით და კიდევ უფრო წარმატებულ 20-26. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რითაც დავიწყეთ, ბატონო ნიკოლოზ, ამითი რომ შევაჯამოთ, რომ კაპიტალის ბაზრისთვის ან ცალკეული პროექტების იდენტიფიცირებით 2026-შიც თეგეტა ჰოლდინგი საკმაოდ აქტიური იქნება. აუცილებლად ჩვენი მიდგომა ყოველთვის არის რომ უნდა ვიაროთ წინ და წინ არ გავჩერდეთ მოდი ესე ვთქვათ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს შემდეგი 3-5 წლის განმავლობაში მე ესე ვიტყოდი საქართველოსთვის განსაკუთრებით პირველი პრიორიტეტი არის ეს ლიზინგის და ფლიტ მენეჯმენტის მიმართულების განვითარება სადაც დამატებითაც სხვა პარტნიორებთან ერთად კიდევ დამატებითი რესურსების აწევას ვიგეგმებით მოკლედ ძალიან აქტიური წელი გვექნება 2026-ით შეიძლება 260 მილიონიანი ბონდი მეორე აღარ გამოვუხოთ 5 წლიანია მაგრამ არანაკლების მოზიდვას ვაპირებთ უკვე სხვა წყაროებიდანაც ნიკოლოზ ჰიდურელი გალბატონებო და ბატონებო თეგეტა ჰოლდინგის მთავარი ფინანსური ოფიცერი მადლობა მას სტუმრობისთვის ვიდრე ნიკოლოზ გავაცილებ გულოცავ მას და თეგეტა ჰოლდინგის თელ გუნდს დამდეგ დღესასწაულებს კიდევ მოგილოცავთ 31 დეკემბრამდე გვაქვს კიდევ დრო და ჩვენ სრულად ეთერში ვართ 31 დეკემბრის ჩათვლით მაგრამ მანამდე საუკეთესო სურვილებით მოკითხვები BMG-ს BMG სტუდიიდან